მწვანე მარშრუტები ევროპაში და მსოფლიოში საკმაოდ გავრცელებული ტურისტული პროდუქტია. თავის კრიტერიუმია მწვანე მარშრუტებს მოგზაურს თავაზობს არამოტორიზირებული საშუალებით გადაადგილებას. შეიძლება იყოს ველოსიპედი, ხეითად გადაადგილება, საცხენოსნო მარშრუტები, საწყალოსნო მარშრუტები მდინარეებზე და ასე შემდეგ. კავკასიაში მწვანე მარშრუტები ამ პროექტის ფარგლებში შეიქმნა. შერჩეული იქნა 3 მუნიციპალიტეტი, მათ შორის ერთ-ერთი იყო ლანჩხუთი. ლანჩხუთის შემთხვევაში ჩვენ შევარჩიეთ ველო მარშრუტი, რომელიც მოგზაურს თავაზობს ეთნოგრაფიის, გურიის ისტორიის ინტერპრეტირებული გზით გაცნობის შესაძლებლობას. ამ მარშრუტზე განთავსებულია საინტერპრეტაციო დაფები. დაინტერესებულ ტურისტებს ასვლის ინფორმაციას ეს არის გურული სამზარეულო, გურული ფოლკლორი, გურული ბიომრავალფეროვნება. ამასთან მარშრუტი ისე არის აწყობილი, რომ მოგზაურს შესაძლებლობა ჰქონდეს მაქსიმალურად ისარგებლოს ადგილობრივთა მომსახურებით. ეს შეიძლება იყოს კვებითი მომსახურება, ღამის გათევა, ტრადიციული რეწვა. მარშრუტის რელიეფიდან გამომდინარე მოეწყო 2 შესასვენებელი ადგილი, სადაც ადამიანს შეუძლია შეისვენოს, დატკბეს სოლხეთის დაბლობის ულამაზესი ხედებით და ამით კიდევ უფრო გაიბრაუფეროვნოს თავის მოგზაურობა. ჩაის საწარმოო არომატი 91. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი წარმოება არის სრულიად ქართული და პროდუქციას აქედან გამომდინარე ქვია ქართული არომატი. ტურისტები, როდესაც ეცნობიან ჩვენი პროდუქციის სახეობებს და იმ ტექნოლოგიურ პროცესებს, რომლითაც ეს სახეობები მიიღება, შემდეგ ვაგემოვნებიებს გვაქვს სადეგუსტაციო სივრცე და ასევე ვთავაზობთ ტურისტებს იმ პლანტაციების მონახულებას, საიდანაც ნედლეულს ღებულობთ. 15 წელია, რაც ვემსახურებით აღნიშნულ სფეროს, გურიის ბუნება, ბიომრავალფეროვნება გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ვაწარმოოთ რამდენიმე სახეობის თაფლი, ვაწარმოებთ აკაციისა და მინდვრის ყვავილების თავს, ასევე წაბლისა და ცაცხვის თავს. ყოველთვის გვქონდა სურვილი იმის, რომ მიგვეღო ტურისტები და გამასპინძლებოდით მათ. თაფლის დეგუსტაცია, ვისაც სურვილი ექნება, შეგვიძლია რომ ჩვენ სკეპში ჩავახედოთ და მცირე ექსკურსი გავაკეთოთ ქართული ფუტკრის შესახებ. იმყოფებით ევკალიპტების სანერგე მეურნეობაში, ეთერზეთების საწარმოში. ჩვენ ძირითადად ვერცხლისფერ ევკალიპტზე გავამახვილეთ ყურადღება, ვინაიდან ეს არის უნიკალური ჯიშის მცენარე. ტუროპერატორებს მოუწოდებ, აათვალიერებიო, ნაჩვენო ეს სილამაზე. ეს არის უნიკალური ანტისეპტიკი. არა მარტო სეთი, არამედ აი ამისი ჟანგბადი. ტუროპერატორები გავეცანით გურიის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ტურისტულ ობიექტებს, როგორც კვების, ასევე სხვადასხვა ხელოვნების. დღევანდელი ტური განხორციელდა მწვანე მარშრუტების პროექტის ფარგლებში. პროექტს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება ტურიზმის განვითარების კუთხით.